გაძლიერებული დაცვა 900-მდე სტუმარი და 4 გამარჯვებული, რომელიც დღეს სცენაზე უნდა ავიდეს. ასეთია ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ჩანაფიქრი, რომელიც აქ, ნიუ-იორკში, გლას ჰაუსში უნდა შედგეს. სცენაზე ასასვლელად ემზადება ნიკა გვარამიაც. აქ სტუმრების უმეტესი ნაწილი ჟურნალისტები არიან. საღამოც ნიუ-იორკ ტაიმსის ჯგუფის პრეზიდენტმა გახსნა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ პრესის თავისუფლება თითოეული ჩვენგანის თავისუფლებას ნიშნავს. მედიის თავისუფლებაზე და საბჭოთა წლებზე ისაუბრა სიტყვით გამოსვლისას ნიკა გვარამიამაც, რომელმაც ერთგვარად საკუთარი ბავშვობაც გაიხსენა და კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას თუ რას ნიშნავს გეცხოვრა საბჭოთა კავშირში და გებრძოლა თავისუფლებისთვის. ერთხელ 80-იანი წლების დასაწყისში მამაჩემმა დავინახა, როგორ ვტიროდი იმის გამო, რომ საბჭოთა კალათბურთის ნაკრები ამერიკის ნაკრებთან დამარცხდა. მამამ მაშინ მითხრა, რომ ამის გამო ბედნიერი უნდა ყოფილიყავი და საბჭოთა კავშირი ყოველთვის უნდა დამარცხებულიყო. მერე გავიგე, რომ მამაჩემი დააპატიმრეს ანტისაბჭოთა განცხადებებისთვის და მიწისქვეშა ჟურნალების გამოშვებისთვის. გავიგე, რომ სიმართლეს ამბობს ამერიკის ხმა და არა ჩემი ტელევიზორი. საბჭოთა კავშირი რომ დაინგრა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის მერე მე გავხდი დისიდენტი, ჩემი სიტყვის გამო ციხეში ჩამსვეს. ნიკა გვარამიას პატიმრობაზე საუბრობდა ყველა და იმაზე, რომ ეს ჯილდო ერთგვარი შეფასებაა ქართველი ჟურნალისტების მუშაობის. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი ყოველწლიურად აჯილდოვებს მსოფლიოს საუკეთესო ჟურნალისტებს. რაც შეეხება შეფასების კრიტერიუმებს, ესაა ჟურნალისტის მუშაობა და პრესის თავისუფლებასთან დაკავშირებული მდგომარეობა მის ქვეყანაში. ფაქტი, რომ ნიკა გვარამია იყო ის ერთადერთი დაპატიმრებული ჟურნალისტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ხაზს უსვამს საქართველოში მედიის თავისუფლების გაუარესებას. ჩვენ ნიკა გვარამიას დაჯილდოებით ქართველი ჟურნალისტების მუშაობასაც ვაფასებთ. ევროკავშირის სტატუსის რეკომენდაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ქართველი პროფესიონალი, ქართველი ჟურნალისტი თუ არხის მენეჯერი დაჯილდოვდეს საერთაშორისო პრიზით, რომელიც წარმოადგენს არა მარტო ქართული მედიის აღიარებას, არამედ ზოგადად ქართველი ხალხის მისწრაფებასაც იყოს პროფესიონალი ჟურნალისტიკაში. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს თარიღი და ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში. სწორედ ქართულ კრიტიკულ მედიას მიუძღვნა ნიკა გვარამიამ ეს ჯილდო. მთავარი არხის დამფუძნებელი ამბობს, რომ ეს პრიზი ეკუთვნის ქართულ მედიას, რომელსაც არა მხოლოდ ბრძოლა, არამედ რუსული პროპაგანდის დამარცხებაც შეუძლია. ბევრ რამეზე მიფიქრია ცხოვრებაში, მაგრამ ჟურნალისტიკის ოსკარს თუ მივიღებდი, ეგ არ მიფიქრია, დანამტვილებით გეტყვით. გულწრფელად ესე ვფიქრობ, ეს ჯილდო არის ქართული კრიტიკული მედიის ჯილდო. ვფიქრობ, რომ ჩემზე ბევრად უკეთესი ჟურნალისტები არსებობენ საქართველოში, ვინც კიდევ უფრო მაღალ ჯილდოებს იმსახურებს. ესე მოხდა უბრალოდ. მე უძღვრი ამ ჯილდოს ჩემს ოჯახს და ჩემს დიდ ოჯახს ტელეკომპანია მთავარს. ეს არის ორი მთავარი რამ, რაც მე ცხოვრებაში მაქვს. არა ბევრი რამ მე ჩემი ქვეყანა მაქვს, რაც მთავარია, ეს არის ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი ოჯახი. ეს ჯილდო ნიშნავს იმ საქმის აღიარებას, რასაც ნიკა ემსახურება და რისთვისაც ნიკა იბრძვის და ამ ჯილდოს გულით ვულოცავ ყველას, ვისაც ნიკასავით მიაჩნია, რომ სიტყვა და სიტყვის თავისუფლება არის თავარი იარაღი თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლაში. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის დაჯილდოების ცერემონიალი 1 წლით დაგვემშვიდობა. მომდევნო წელს სცენაზე სხვა ჟურნალისტები, სხვა ისტორიები თავლენ. თამუნა ქემერტელიძე, ამერიკის ხმა, ნიუ-იორკი.